მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიკეთოთ, თემატიკა იქნება ახლა ესეთი, მისი ფიქრები დღეს თქვენზე. რას ფიქრობს, რას გრძნობს, გავიგოთ და რას იმოქმედებს თუ მოვასწრებ ყველაფერს მაქსიმალურად ვეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია. გამოწერილი ვისაც არ ყევართ, ჩემი გვერდები გამოიწერეთ. ეს გვერდი გამოიწერეთ ასევე ამ გვერდის ქუჩივია YouTube-ის ლინკი, YouTube გვერდი და Instagram-ი მაქვს პირადი Instagram-ი, ვისაც ძალიან გაინტერესებთ ხოლმე. დავურთავ ახლა სახელდაგვარს და შეგიძლიათ ეს არის უბრალოდ ჩემი პირადი Instagram-ი და იმდენად ბევრი ადამიანი მწერს ამ Instagram-ზე, რომ იქ არ არის ტარო, იქ არის უბრალოდ ჩემი პირადი გვერდი. თუ ძალიან გინდათ, შეგიძლიათ ღია პროფილი და გამოიწეროთ ასე ვთქვათ ჩემი გვერდიც. ლაიკები ყოველ შემთხვევაში ემთხოვა გაშლა თუ არ ემთხოვა, ძალიან გთხოვთ თქვენი თანადგომა გამომიცხადეთ და მაჩვენეთ ამითი თქვენი გულები, თქვენი კომენტარები, ყველას ვკითხულობ აბსოლუტურად მაქსიმალურად, ყველას ვადევნებ თვალყურს, კომენტარი იქნება თუ პირად მიმოწერაში მოწერილი მადლობები. და ამისთვის ყველა ჩადებული ენერგეტიკისთვის ჩემგან უღრმესი მადლობა და მიყვარხართ ყველა. წავედით ახლა გავიგოთ რა ხდება თქვენ ურთიერთობაში, რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში? ჟეზლის დედოფალი ამოდის, 10-იან ჟეზლი, 7-იან თასი. რაღაცა ვარდისფერი სათვალეები დაგსვივდათ, ასე ვიტყოდი, მოიძრეთ. რაღაცა შედევრს ხატავდით, რაღაცა წარმოდგენა გქონდათ თქვენი არარეალური ფანტაზიორობდით ამ ურთიერთობასთან მიმართებაში, რომელიც სინამდვილეში რთულ მომენტად, რთულ პერიოდად დაგანახათ სამყარომ, რომ არც ისე ვარდისფერი არ არის ეს თქვენი ურთიერთობა და ამ შემთხვევაში რაღაცნაირად რთულ პერიოდში დგეხართ ახლა, რთულია აი ამ ტვირთის ზიდვა, რთულია ამ ემოციური ფონის ზიდვა თქვენთვის, რაღაცნაირად გიჭირთ და დაყრაც გენანებათ აი ამ ტვირთის, იმიტომ რომ რაღაცა აი თითქოს ბოლომდე მაქსიმალურად ცდილობთ რომ მიიტანოთ თქვენი ემოციური ფონი, თქვენი პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობაში, არ დაყაროთ, არ დანებდეთ რაღაცის და ვიღაცის გულისთვის, არ დაარღვიოთ თქვენი კავშირი, აი მაქსიმალურად ცდილობთ რომ გადაიტანოთ ეს პერიოდი რთულად მხრებზე, თქვენ თავზე, თითქოს თქვენ დაგაკისრათ სამყარომ, რომ აი ეს თქვენი წყვილის ასე ვთქვათ, რამდენად გაუძლებდა აი ამ რაღაცა ერთგვარ ტესტირებას ცხოვრებისეულს, რომ დაყრით თქვენ ფარხმალს თუ არა ამ ადამიანთან მიმართებაში, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობთ რომ ატაროთ თქვენ მხრებზე, თუმცა უკვე ძალიან გიჭირთ და ხედავთ რომ აი ეს ილუზიები, რომელსაც ამ ადამიანთან მიმართებაში რაღაცას ხატავდით თქვენ წარმოსახვაში, რაღაცას ფანტაზიორობდით თქვენ მომავალზე და არ აღმოჩნდა ისე მთლად, როგორც თქვენ მიგაჩნდათ, წარმოჩენილი ხართ ჟეზლის დედოფლად, დავფარავ კარტებს, რომ არ დაიბლოკოს. ჟეზლის დედოფალი ეს არის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, შეიძლება ხართ ვერძილომი ან მშვილდოსანი, მაგრამ საერთო გაშლაში ყველა ვერ იქნება ცეცხლის სტიქია, ეს არის ძალიან ენერგეტიკულად ცეცხლოვანი ქალბატონი, ძალიან დიდი თავისი ქარიზმით, შარმით, მისტიურობით სავსე, ძალიან ცეცხლოვანი და მამაკაცების გულის მყრობელი, ასე ვიტყოდი, ყურადღებას აქცევენ ქუჩაში გავლილ 100 ადამიანშიც კი თვალში გვხდება მისი აი რაღაცა ენერგეტიკა, მისი ცეცხლოვანება, მისი ჩაცმულობის სტილისტიკა, მისი განსხვავებული შინაგანი ენერგეტიკით, ასე ვთქვათ, იპყრობთ საწინააღმდეგო სქესს. გაშლა არის ორივე სქესისთვის თქვენ თავზე მოიგეთ მამაკაცებმა, ეხლა იმყოფებით პრინც ჰაერის ენერგიებში, შეიძლება ასევე საერთო გაშლაში წარმოადგენდეთ ჰაერის სტიქიას, ეს არის მერწყულის, სასწორის ან ტყუპების ნიშანი, არ არის გამორიცხული, იქნება ცეცხლის და ჰაერის სტიქიისთვის უფრო მეტად საერთო გაშლაში ეს ენერგეტიკა და ეს გაშლა, მაგრამ ასევე არ არის მნიშვნელოვანი, რომ მაინდა-მაინც ჰაერის სტიქი აბრძანდებით, ეხლა ხართ შპიონის როლში, ყველაფერი თქვენი თავით გინდათ, თქვენი თვალით გინდათ, ყველაფერს თვალი გადაავლოთ და ეს იქნება სოციალურ ქსელებში თვალიერება, ვინ როდის იყო აქტიური, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში, ვინ როდის ვის რა დაულაიკა, ვინ გამოიწერა, ვინ ვის რა დაუკომენტარა, მაქსიმალურად არავის თქმაზე არ ჯერდებით, ასე ვიტყოდით და არ გჯერათ საკუთარი თვალით
შპიონი ვითა ესე ყველაფერში იქექებით სოციალურ ქსელში განსაკუთრებით. თუ სადმე შეხებები გაქვთ ერთგვარი ეს იქნება სასწავლებელი ადგილი, არ ვიცი, უნივერსიტეტი, სამუშაო შენობა, ერთ შეიძლება კოლექტივში ხართ, უბანი, აი რაც გაკავშირებთ, იქაც მაქსიმალურად აგრესიულად ცოტა არ იყოს ხისტი ენერგეტიკით, ცდილობთ რომ აკონტროლოთ, ასე ვთქვათ, ეს ადამიანი და მისი მიხრა მოხრები, სად მიდის, ვისთან მიდის, ვისთან გადაიღო ფოტო, ვისთან ატვირთა სტორი და ესე მაქსიმალურად დეტალებში, ასე ვთქვათ, მაგრამ ენერგეტიკა გაქვთ ცივი, დაუჯერებელის, მაინც კიდევ ბოლომდე რაღაცა არ გჯერათ, კიდევ რაღაცაშია საქმე და მაინც გამოვიკვლევო და ესე გეხართ და იქექებით, ასე ვთქვათ, მისი სოციალური ქსელი იქნება თუ ყოველდღიურობა, სადაც შეიძლება ერთმანეთს გადაკვეთის თქვენი ადგილი ხდებოდეს და იყოს. გავიგოთ ესე იგი გავხსენეთ ენერგეტიკა, გავიგოთ ესე იგი ენერგეტიკა კი არა, თემა გავიხსენე, რას ფიქრობს დღეს ადამიანი თქვენზე. რამე შეიცვალა თუ არა მის ფიქრებში, დღესდღეობით რა ენერგია და რა ფიქრები აქვს, გავიგოთ. ტოსტასი ამოდის, ემოციების ზღვა აქვს, მაგრამ თავად ამოდის ჰაერის მეფეთ, ცივი ადამიანია ძალიან. და ბედის ბორბალიო. ესე იგი, ბედის ბორბალით მინდა გითხრათ, რომ ფიქრობს ადამიანი, რომ იქნება ბედისგან შემოთავაზებული რაღაცნაირი მომენტი იმისი, რომ შეიძლება ეს რთული პერიოდი იქნება ზოგისთვის შეხვედრების განახლების პროცესის შანსი მიეცემა აი რაღაცნაირად ბედი შემოbrunდება ისე რომ თავად ბედი აიღებს თავის თავზე იმ პასუხისმგებლობას რომელიც ამ ადამიანმა ჯერჯერობით თავის თავზე ვერ იკისრა ცოტა ზედმეტად ცივი ჰაერის მეფის როლშია კიდევ ვიმეორებ შეიძლება ცეცხლის და ჰაერის სტიქის არის თქვენი წყვილი და ამასაც აჩვენებდეს კარტი არ არის გამორიცხული შეიძლება ადამიანი ორგანოების თანამშრომელია და ძალიან ესეთი კონკრეტულად ცივი პიროვნება, სერიოზული, ძალიან ცივი მიდგომით ყველას და ყველაფრის მიმართ, მაგრამ მენტალურად ძალიან განვითარებულები არიან, როგორც წესი, ჰაერის მეფეები. ჰაერის სტიქია საერთოდ ძალიან ბევრს აწონდაწონის რეჟიმშია და უფრო გონებით უდგება ყველაფერს, ყველა მდგომარეობას, ემოციებს არ გამოხატავს, თუმცა მის გულის კუნჭულში სავარაუდოდ არის შანსი, რომ ან განქორწინებულია, ან ქვრივია, ან რაღაცა წარსულ პირად ურთიერთობაში ისე არ წავიდა საჭირო დროს, როგორც მას უნდა და ამიტომ არის მისი ემოციები დაცლილი, ასე ვთქვათ, გამოხატულებისგან და გარდაქმნილია, ტრანსფორმირებულია ეს მეფე ცივ მეფეში, ანუ უკვე აღარ სურს მას ეს ზედმეტი ემოციების გამოხატვა. თავადაც ეხლა არის ცივად, არ რეაგირებს და არ აჩვენებს ემოციურ ფონს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ტუსტასით ეს არის ემოციების ზღვა, ეს არის თასი, რომლიდანაც ასე ვთქვათ, შეიძლება მაქსიმალური სიყვარულიდან მაქსიმალურ პერიოდულად სიძულვილშიც კი გადადის თქვენთან მიმართებაში ემოციები, თუმცა სინამდვილეშიო სამყარო გვიჩვენებს, რომ პაჟიაო, პაჟი პენტაკლის ეს არის თქვენზე შეიძლება ასაკით პატარა იყოს და ამას აჩვენებდეს კარტი, სტატუსით პატარა იყოს, არ ვიცი, თქვენ შეიძლება დაქორწინებული ხართ, ის დაუქორწინებელია, თქვენ შეიძლება მაღალ თანამდებობას და მაღალ ხელფასის გამომუშავების სტატუსში ხართ და ის გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებს, პენტაკლის პაჟითა, ასე იგი, ბავშვის ენერგეტიკაშია რეალურად, რაღაცნაირად კაცობს, ასე ვიტყოდი, აი ამ კარტით, რომ სერიოზული კაცის ნიღაბი უნდა რომ მოირგოს, მაგრამ რეალობაში სამყარო მიჩვენებს, რომ პატარა ბავშვის ენერგეტიკაშია, ბავშვურად რაღაცნაირად ცდილობს მაქსიმალური უფრო ასაკთან შედარებით დიდი კაცივით გამოავლინოს თავის სინამდვილეში არის პაჟიო, როგორც გითხარით და არის უფრო ემოციური ადამიანი, თასის მეფეო, უფრო ემპათიური, უფრო მგრძნობიარე გულის სიღრმეში, რასაც ცდილობს ახლა რომ დაფაროს და არაჩვენოს. რაღაცა არჩევანის წინაშე ორიან ჟეზლი მოვხდა თვალში, არჩევანი შეიძლება იყოს თქვენსა და ვიღაცას შორის, არჩევანი შეიძლება იყოს გააგრძელოს თქვენთან და აღადგინოს ურთიერთობა თუ დატოვოს წარსულში თქვენი პიროვნება და მოგონებებში გადაგიყვანოთ, ასე ვთქვათ, არჩევანის წინაშეა, რას იმოქმედებს უახლოეს პერიოდში და იმოქმედებს თუ არა. ხუთიან თასიც ძალიან ემოციურად დათრგუნულია და ვიღაცა შეიძლება ტვინსაც უბურღავს ამ კარტით, ოჯახის წევრი შეიძლება იყოს, მეუღლე იყოს თუ დაქორწინებულია.
ემოციებისგან წასულია. უახლოეს პერიოდში ემოციურად ცდილობს, რომ თავი დაანებოს ემოციურ ფონს, მაგრამ